ბოლნისში დაფუძნებული პოდკასტური რადიო, სადაც სხვადასხვა თაობა, პროფესია და პერსპექტივა ერთმანეთს ხვდება. ჩვენი რადიო აერთიანებს დიალოგებს, ისტორიებსა და გამოცდილებებს. მოგესალმებით საუბრის სივრცის მსმენელს, დღეს თქვენთვის მიკროფონთან იმუშავებს ქრისტინე ქუქჩიშვილი. თემაში ვსაუბრობთ, რა შესაძლებლობები აქვთ ახალგაზრდებს ბოლნისში და არა მხოლოდ ბოლნისში, ხოლო გადაცემის სტუმარი არის დავით დონერიანი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მიესალმებით თქვენს მსმენელს. მე გახლავართ დავით დონერიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდები ბოლნისისთვის თავმჯდომარე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით იმისთვის, რომ გვესტუმრეთ დღეს ჩვენ აქ და ზოგადად თქვენი საქმიანობის სფეროზე რომ გვესაუბროთ, როდის დაარსდა თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციაც და რა ხდება დღეს ბოლნისში თქვა აი ამ მიმართულებით. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ორგანიზაციის დაფუძნებას, ორგანიზაცია ახალგაზრდები ბოლნისთვის დაფუძნდა 2024 წლის 23 თებერვალს. თუმცა მანამდე მე ასე რომ მაქვს მეორე არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა თაობა, თუმცა რადგანაც დღეს მოღვაწეობ ბოლნისში, გადავწყვიტე რომ ბოლნისელი ახალგაზრდები ჩავთვალოთ სხვადასხვა აქტივობაში, ღონისძიებაში და ასე შემდეგ. წელიწად ნახევარი თითქმის მოღვაწეობდი მე თვითონ გერმანიაში და ამ ორგანიზაციის სახელით გამოვიცით ბროშურა პიეტისტები შვაბიიდან ვიურტემბერგიდან კატარინენფელდამდე, სადაც უშუალოდ 118 ბოლნისელი დამფუძნებელის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, ასევე ფოტო, ისტორიული მასალა და გარდა ამისა, ამ ეტაპზე რადგანაც საქართველოში და ბოლნისში მოღვაწეობ, უკვე და ჩემი პირველი ორგანიზაცია და უკვე ამავე ორგანიზაციით მოღვაწეობ უშუალოდ ერასმუსის პროგრამების გარშემო და რაც არის ახალგაზრდებისთვის ძალიან შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ წარადგინონ თავიანთი ქვეყანა საზღვარგარეთ. არ შემიძლია აღვნიშნო, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ათეული ახალგაზრდა უკვე იყო გაშვებული ჩემს მიერ პროგრამაში, თუმცა მომავალ წლის მაისში შემიძლია ვთქვა, ეს პირველი პროექტი, რომელიც არის ახალგაზრდები ბოლნისისთვის დაფინანსებული, უკვე სომხეთში, ქალაქ ერევანში იქნება ეს პროგრამა, დედაქალაქში ასე ვთქვათ, და არის სიმბოლურად დაფინანსებული გერმანიის ნაციონალური სააგენტოს მიერ და ძალიან კარგი იქნება, რომ 8-დან 8 ადგილი დაიკავოს ბოლნისელმა ახალგაზრდებმა, რამე თუ წარადგინონ ისტორიული კატარინენფელდის ისტორია და ასევე თვითონ გერმანელებსაც რამოდენიმე კვირის წინ მქონდა ასევე ერთი პროექტი მონაწილეობდნენ გერმანელები და რომ მოუყევით კატარინენფელდზე, ეს იყო მათთვის თავიანთი და საქართველოს ისტორიის უცნობი ფურცლები. ერასმუსი არის ისეთი პროგრამა, სადაც ახალგაზრდებს აძლევენ საშუალებას გაემგზავრონ ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები, ერთად შეხვდნენ 5-10 ქვეყნის, 6 ქვეყნის ახალგაზრდები, რომელთა ასაკი არის 13-დან 30 წლამდე და გაეცნონ ერთმანეთის კულტურას, წარადგინონ თავიანთი ქვეყანა, ასევე შეისწავლონ ამა თუ იმ ასე ვთქვათ საკითხის ირგვლივ ტრენინგ მასალით, ასევე გასართობი ღონისძიებებით შეიმეცნონ და სულ რო არაფერი მე ჟარგონულად რო ვთქვათ, იმოგზავრონ, გაათვალიერონ თავიანთი მეზობელი ქვეყნები, ან ასევე შორეული ქვეყნები. გარდა ამისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაცია მაშინ როდესაც არის ევროპის ტურზე საუბარი ევროპის გასული პროგრამაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ თბილისში არ ჩავდოთ, არ თვითონავში და არ წავყავთ პირობითად არც მალტაზე, არამედ გამოვიყენებთ ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს, გამოვიყენებთ მგზავრობის 2 დღის შესაძლებლობას აქედან და იქიდან და მეოთხე ქვეყნის გავლით წავიყვანთ ხოლმე, რომ ერთი ასე ვთქვათ გასროლითური კურდღელი მოკლან და ერთი ნახვით 2-3-4 ქვეყანა, ასევე რაც შეეხება ერასმუსზე უკვე ნახევარი წელია დავნერგეთ ისეთი ინოვაცია, რაც ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ჩვენი ორგანიზებით ხდება ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურაში ვიზიტი, მათ შორის პარლამენტში, პრეზიდენტის რეზიდენციებში სხვადასხვა ქვეყნების, ასევე იანვარში შევხვდით საქართველოს სლოვაკეთში, მანამდე საფრანგეთში და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. გარდა ამისა
მოგზაურობის და თვითმფრინავის მთავარი ნაწილი არის პილოტის კაბინა, რაც ცოტა რამოდენიმე წლით უკან რო წავიდეთ საბჭოთა კავშირის ნარატივი გადმოსული დღევანდელობაში, სამწუხაროდ რომ პილოტის კაბინაში შესვლა არის აკრძალული. ამ შესაძლებლობასაც ვაძლევთ ახალგაზრდებს, რომ თვითმფრინავი რო დაჯდება, დაათვალიერონ რამე თუ ისინი არიან არასრულწლოვანები და ხვალ უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი. იქნება და ვინმე მომდეს პილოტობა, ან კაბინქრიობა. ეს საუბარი ცოტა შორს აგვიყვეს, მაგრამ რაც შეეხება Erasmus, გარდა იმისა, რომ ამ ყველაფერს თავაზობ და ზოგადად თვითონ პროგრამა თავაზობს, შემიძლია ვთქვა, რომ ამით იძენენ ევროპულ ღირებულებებს, რომ ჩვენ განურჩევლად მოქალაქეობისა საქართველოს, სომხეთის, იტალიის, გერმანიის, მალტის და ნებისმიერ სხვა ქვეყნის მოქალაქე მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის პასპორტი გვიჭრავს ხელში და რომელი ქვეყნის კონსტიტუცია არის ჩვენი მფარველი, ჩვენ ვართ ყველანი თანაბრები, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, მოქალაქეობისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამით ჩვენ ვიგებთ თუ რა ახასიათებს პირობითად იტალიელ ახალგაზრდას და ქართველ ახალგაზრდას, რა არის ჩვენ შორის საერთო და განსხვავებული და ვცდილობთ ზუსტად ის ხიდი აღვადგინოთ ახალგაზრდებს შორის, რომ დიახ, შეიძლება წახვიდე ადამიანი ერთი წლით სასწავლებლად ან მაგისტრატურაზე და ასე შემდეგ. ეს არის თვითონ Erasmus-ის მნიშვნელობა, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ორი დღის წინ ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ, Gem News-ის მიერ გავრცელებული fake news-ი შეიძლება ითქვას, რომ 1 იანვარი 2026 წლისა Erasmus-ი აღარ იქნება საქართველოში და ფინანსებული და ვერც ერთი ახალგაზრდა ვერ ჩაერთვება ამ პროექტებში. რამოდენიმე კვირის წინ ზუსტად ბოლნისის დასრულთა განლების სცენას და ასევე თქვენს კოლგას გერმანიის ასე ვთქვათ პროგრამის ფარგლებში ქონდა გამოცხადებული მედია წიგნიერებას და fake news-ებზე ზუსტად კონკურსი. ზუსტად მედია წიგნიერება არის ის, რაც არის ინფორმაციის გაცნობა, მისი კრიტიკულად გააზრება და შემდგომ ტვინში გადახარშვა თუ რა არის ამა თუ იმ ასე ვთქვათ ინფორმაციის გავრცელების მიზანი. ეს სამწუხაროდ არის კიდევ ერთი საბჭოური ნარატივი, რომ ინფორმაციის გადამოწმება სიზუსტე ევალება მხოლოდ ჟურნალისტს, არამც და არამც, ეს ევალება თითოეულ მოქალაქეს, ზუსტად ეს მედია წიგნიერების მნიშვნელობა და დანიშნულება. ზუსტად რომ დაუბრუნდეთ Gem News-ის ამ ინფორმაციას, როდესაც გადავდივართ შემდგომ უკვე Erasmus+-ის საქართველოს ეროვნულ ოფისის გვერდზე, წერია რომ მტკნარი სისწრუე არის, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი როგორც საუნივერსიტეტო, ისე მოკლებადიანი გასული პროგრამები. დიახ, Erasmus-ი გრძელდება, 2027 წლამდე არის ამ ეტაპზე მანდატი, თუმცა 2027 წლიდან არის არსებეთ ცნობილი, რომ 2036 წლამდე გაგრძელდება. ნუ, ახლა 2036 არის პირველად ნათქვამი, შეიძლება 35 იყოს საბოლოო ჩარჩო დოკუმენტში ან 40, წინას არავინ არ იცის, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ პროგრამა გრძელდება. საქართველოს ახალგაზრდები როგორც Youth Exchange ტრეინინგ კურსებზე, ისე მოხალისეობრივ EVS პროექტებზე შეუძლიათ გააგრძელონ ჩართულობა და EVS-ის ან მოხალისეობრივი პროექტები არის უფრო დიდი შესაძლებლობა ვიდრე არტყიანი, რამე თუ ისინი ერთი წლის განმავლობაში, 2 თვიდან 1 წლის განმავლობაში მანძილამდე მაქსიმუმ ცხოვრობენ კონკრეტულ უცხო ქვეყანაში და პარალელურად ამისა, როდესაც მოხალისეობრივ საქმიანობას ახორციელებენ ამა თუ იმ ორგანიზაციაში, მათ აქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ გაათვალიერონ უკვე იმ ქვეყნის მეზობელი ქვეყნები. შესაბამისად, თუნდაც რომ გუშინწინდელი ინფორმაცია რაც გავრცელდა, შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 1 საათში, საათნახევარში 150-ზე მეტი მესიჯი და ზარი შემომივიდა, იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით, რომ 2026 წელს გვაქვს დაგეგმილი დაახლოებით უკვე 5 გასული პროგრამა, ნუ ერთ-ერთი თქვი, ნუ ჯერჯერობით არ არის შერჩეული მონაწილეები, არც კონკურსი გვაქვს გამოცხადებული, თუმცა იანვარ-თებერვლის პროექტებზე, სადაც იყო გამოცხადებული უკვე კონკურსი და შეირჩნენ კიდევაც, იმათგან იყო მესიჯი ზარი, რომ გავუქმდა
ანუ აი ერთმა გავრცელებულმა სპამურად ინფორმაციამ გამოიწვია ახალგაზრდებში შეშფოთება და შიში. არამც და არამც ერასმუსი გრძელდება და მოუწოდებ ყველას რომ თითოეულმა ახალგაზრდამ მიიღოს მონაწილეობა ამ შესანიშნავ პროგრამაში და ასე ვთქვათ იმოგზაუროს და ათვალიეროს ქვეყნები და დაამტკიცოს რომ fake news-ი არის მხოლოდ fake news-ი და ყველა ახალგაზრდას მოუწოდებ და ყველას ისწავლონ ინფორმაციის გადამოწმება თუნდაც პირველად წყაროზე. ბოლნისელ ახალგაზრდებს ალბათ დღეს აქვთ ინფორმაციის ნაკლებობა პირველ რიგში. არა მხოლოდ ბოლნისში, არამედ მთელ საქართველოში, მაგრამ რადგან ვსაუბრობ ბოლნისზე, რადგან ორგანიზაცია ოპერებს ბოლნისში, პირველ რიგში ეს იქნება ძალიან კარგი რომ მოხდეს თანამშრომლობა ყველა სკოლასთან, ინფორმაციის გავრცელება გასაგებია რომ გარედან შემოსული პროექტი ეს აუცილებლად იყოს შეთანხმებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, თუმცა ინფორმაციის გავრცელება არ არის სკოლაში აპრიორი პირდაპირ შესვლის ასე ვთქვათ საფუძველი, უბრალოდ უნდა გქონდეს ასე ვთქვათ ინფორმაცია, ასევე უნდა იყოს სხვადასხვა სოციალური მედიის არხები, თუნდაც Facebook ჯგუფები ან Telegram არხები, სადაც ახალგაზრდები იქნებიან გაწევრიანებულები და ბევრად აქტიურად იქნებიან ჩართულები ასეთ ტიპის პროექტებში. და მეორე, ალბათ ყველაზე მთავარი იქნება რომ ადგილი, ახალგაზრდული ცენტრი, სადაც რომელიც ჩემ თვალსაზრისით არ არის კარგად განვითარებული, რომ შემდგომ ახალგაზრდებმა შეძლონ სხვადასხვა სკოლების ან თუნდაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემავალი სოფლებისა თუ დაბების ახალგაზრდები ერთმანეთს შეხვდნენ, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები, აზრები და რა თქმა უნდა აქაც მოხდეს სპამური გავრცელება, რომ ეს პროექტი აქ ტარდება, ეს პროექტი იქ ტარდება და იქნება დღეს და ხვალ უფრო მეტი და მეტი ბოლნისელი ახალგაზრდა ჩაერთოთ. რა თქმა უნდა, ბოლნისელი ახალგაზრდები უნდა იყვნენ ახალგაზრდა ელჩები, პირველ რიგში ზუსტად ისტორიული კატარინენფელდის ინფორმაციის სპამურად, ოღონდ დადებითად სპამურად გავრცელებისა, რამე თუ დიახ, ეს არის ჩვენი ისტორია და ალბათ კარგი იქნება, რომ შესაძლოა ასევე დაიდგას მემორიალური დაფა ზუსტად იმ 18 პიეტისტისა, რომელმაც დააფუძნა ქალაქი ბოლნისი. აქტიურად ახალგაზრდებო და წარადგინეთ თქვენი ქვეყანა და ზოგადად ამ შემთხვევაში ბოლნის მუნიციპალიტეტი და რა თქმა უნდა ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებას.